ჯეფრი ეპშტეინი, სახელი, რომელიც სიმდიდრის, ძალაუფლებისა და ენით აუწერელი საშინელებების სინონიმია. თუმცა, ამბავი შოკის მონგრელი ახალი მიმართულებით ვითარდება. საქმეში პრეზიდენტის სახელი ფიგურირებს. ეს კიდევ ერთი პოლიტიკური ქარიშხალია? ახალი დოკუმენტები ავლენს, რომ გენერალურმა პროკურორმა პენ ბონდიმ რამდენიმე თვის წინ გააფრთხილა პრეზიდენტი ტრამპი, რომ მისი სახელი ეპშტეინის ფაილებში ფიგურირებდა. ეს გამჟღავნება მაშინ ხდება, როდესაც კონგრესი აწარმოებს გამოძიებას და იუსტიციის დეპარტამენტსა და გისლენ მაქსველს სასამართლოში უწყებები გაუგზავნა. თუმცა, თეთრი სახლი კვლავ დაუმორჩილებელია და უარს ამბობს ამ ასაფეთქებელი დოკუმენტების სრული შინაარსის გამოქვეყნებაზე. ეს პოლიტიკური მიწისძვრაა. დრო დამანგრეველია და თეთრი სახლის რეაქცია კიდევ უფრო ცეცხლს უკიდებს. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს დანაშაულის პირდაპირ მტკიცებულება, ტრამპის სახელის ეპშტეინის სახელის გვერდით ხსენებაც კი საკმარისია სპეკულაციების ქარიშხლის გასაღვივებლად. თუმცა, პრეზიდენტმა ტრამპმა უპასუხა თავისი ჩვეული ტაქტიკით ბრალდებების თავიდან აცილება და პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმები. მან პრეზიდენტ ობამას წინააღმდეგ ძველი შეთქმულების თეორიებიც კი აღადგინა, რაც მზარდი ზეწოლისგან ყურადღების გადატანის სასოწარკვეთილი მცდელობაა. ეპშტეინის სკანდალი ჯერ კიდევ შორს არის დასასრულისგან. ეს უკანასკნელი გამჟღავნება მხოლოდ აღრმავებს საიდუმლოს და კიდევ უფრო მეტ კითხვას ბადებს. ოდესმე სრულად გაირკვევა სიმართლე? გაუძლებს თუ არა პრეზიდენტი ზეწოლას? ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. მაგრამ ერთი რამ ცხადია, ეს ამბავი ჯერ კიდევ შორს არის დასასრულისგან. გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ და გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარებში.